საღმომშვიდობის დღეს მეორე დღეა და ჩვენ ისევ შევიკრიბეთ. Რო გავაგრძელოთ საუბარი იმ თემებზე, რაც საქოცეც და კრემლს პირველ რიგში და მერე უკვე საქოცეც ხელზე აქვს დახვეული და გარდა იმ საშინელი ტყუილებისა ჯერ გაცდი რომ გამარჯობა თქვა და მერე გავაგრძელე. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ ძალიან მიხარია ისევ თქვენთან შეხვედრა ელისოს აუდიტორიას. ერთხელ ვთქვი, რომ ის საშინელი რაღაცა ძალიან შავი ამბები, რაც მოგონილია, შეთხზულია და მიწებებულია ბაჩოზე, იმდენად საზიზვრობა და შავია, რომ ანუ ლაპარაკიც კი არ ღირს რაღაცა ცალკეულ აი ამაზე, იმაზე, ას დააბრალეს, ის დააბრალეს, ის დააბრალეს. ზოგადად ყველაფერი საშინელი და შავია. და აი ვითომ რაღაცა ოდნავ მაინც ლეგიტიმური კითხვები რომელიც არის აი ოდნავ ჩემთვის არც ის არის ლეგიტიმური მაგრამ მაინც აი იმათზე რაღაცნაირად ვეცადოთ ახლა და გავცეთ პასუხი. ბატონო. პირველი იყო ეს რომ რატო არ იყო რაღაცა სასწაულად გასწორებული და სასწაულად დემოკრატიული და სასწაულად ევროპული სასამართლო. სასამართლოებს საერთოდ ყველგან უჭირს. ვუყუროთ ახლა იგივე ინგლისს ან ამერიკას პოლიტიკური დევნა ყველგან არსებობს ამ თუ იმ დოზით. ჩვენთან იმ მომენტში მე ვერ ვიტყვი რომ პოლიტიკური დევნა ძალიან მაღალი იყო, იმიტომ რომ მაქვს ჩემს გარშემო იყო ისეთი შემთხვევები რომ ბიზნესმენს შეუვარდა საგადასახადო, შეუვარდა თან ახლა ასე წყალებში ვიტყვი შევიდა საგადასახადო, რაღაცა დააკისრეს ჯარიმა და არ გადაიხადა, იჩივლა, ანუ სახელმწიფოს უჩივლა, 6 თვე მიდიოდა პროცესი და სასამართლო მოიგო. ანუ არ იყო ისე, რომ შენ ვერ უგებდი ვის აი დღეს დავებს ფიზიკურ პირებიც ვერ უგებენ ერთმანეთს, თუ რაღაცა ის არ ახარ და მაშინ უბრალო ადამიანს ფიზიკურ პირს, ან იგივე იურიდიულ პირს შეეძლო ეჩივლა სახელმწიფოსთვის, მე ახლა ვყვები 2010 წლის ამბავს. ანუ ის უკვე ვითომ ძალიან რაღაცა საშინელებები რო იყო დაწყებული. და მოიგო სასამართლომ. ამიტომ არ იყო, რა თქმა უნდა, არ იყო ისეთი სასამართლო, როგორც დღეს ქოცები ამბობენ. ალბათ კიდე უკეთესი შეიძლება, იმიტომ რომ კარგზე უკეთესი არასდროს არ არსებობს. შევხედოთ ამერიკას, ტრამპზე რო იყო დევნა, ჯერ კიდე პირველი პრეზიდენტობის დროს, მერე ან ბაიდენის დროს, სანამ მეორე პრეზიდენტობისთვის ემზადებოდა, იქაც რამდენი ცრუ და არალეგიტიმური საქმეები შეუკერეს და დაძდევდნენ. ანუ ასეთი შემთხვევები და პრეცედენტები მსოფლიოში ყველგან არის. და რატომ არ გახდა და ვერ გახდა ვითომ ჩვენთან სასამართლო ისეთი, როგორიც ქოცებს უნდოდათ? კონკრეტულად ბაჩოსთან დაკავშირებით ამ თემაზე ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ არასოდეს ხო, ან იმაში უბრალოდ ნაციონალური მოძრაობის გუნდმა მაგალითად რატომ ვერ შექმნა იმ სასამართლოსგან, რომელიც 2000 წლამდე იყო და მე ძალიან კარგად მახსოვს, იმიტომ რომ უზენაეს სასამართლოში ვიმუშავე 1 წელი და მქონდა ასე თუ ისე შეხება იმ სასამართლოებთან. რატომ ვერ შექმნა ის ჩვენთვის ყველასთვის საოცნებო ბრიტანული სასამართლო მაგალითად დანარჩენი ყველაფერი ბრიტანული აქვს ქოცებს. ხო, იცი რა არის? ბაჩომ ხო ამაზე ილაპარაკა და თავიდან ბოლომდე 100%-ით, იმიტომ რომ 7-8 წელიწადში უბრალოდ აი წარმოუდგენლად შეუძლებელია ბრიტანული სასამართლოს მიღება. ელემენტარული ჯერ კიდე, იმიტომ რომ მაგალითად ბრიტანული სასამართლო ეფუძნება, 300-ზე მეტ წლიან ტრადიციას, კულტურას, მოსამართლის პირად ავტორიტეტს, რა ვიცი, პროფესიულ ეთიკას, პოლიტიკისგან რეალურ დისტანციას, რა ვიცი, ყველაფერს ერთად და ამას ეს არის თაობების საქმე. და 7 წელიწადში, როდესაც სწრაფად ატარებ რეფორმას, რომ უბრალოდ სახელმწიფო კი არა, არაფერი სახელმწიფოს დაამსგავსო, იმაზე მეტი უბრალოდ შეუძლებელი იყო და ეს, როგორც ბაჩომ თქვა ზუსტად იმ ვიდეოში, შემდეგ
ხელისუფლებას, შემდეგ პოლიტიკურ გუნდს უნდა გადაებარებინა და გაენთავისუფლებინა სასამართლო პოლიტიკისაგან, ისე როგორც მაგალითად ნაციონალურ მოძრაობამ გაანთავისუფლა სასამართლო კორუფციისგან და რა ვიცი 1000 უბედურებისგან, მაგალითად ის რომ მოსამართლეები ქურდების, კანონიერი ქურდების მეგობრები იყვნენ. ეხლა ყველა ვიცით, ვინც იმ პერიოდიდან მოვდივართ, შეიძლება ახალგაზრდა არიციან, იმიტომ რომ ამაზე სამწუხაროდ ბევრს არავინ არ საუბრობს, მხოლოდ იმ 9 წელზე შეუძლიათ ადამიანებს ლაპარაკი, თუნდაც იმ ახალგამოჩეკილ პოლიტიკოსებს ან ძველებს. მაგრამ არავინ არ საუბრობს იმ 90-იანებს, რომელიც მაგალითად მე და შენ გვახსოვს ელისო, ხო? ასე თუ ისე მაინც. იცი რა არის? სასამართლო ინსტიტუტი საერთოდ არ არსებობდა მაშინ. ანუ იყო უბრალოდ კორუფცია, სასამართლეები იღებდნენ ფულს, ან იყო კანონიერი ქურდების მიერ დაშანტაჟებული და ნუ მათთან გარიგებული მოსამართლეები, შენობები და ინფრასტრუქტურები საერთოდ არ არსებობდა. არა, საერთოდ არ არსებობდა. აი რაღაცა საოცარ რაღაც შენობებში ისხდნენ და არ ვიცი, ნუ აი არანაირ სტანდარტს ვარ შეესაბამებოდა. როგორც ასე, ანუ თვითონ ინსტიტუტის მიმართ არ იქნებოდა საერთოდ არანაირი არც პატივისცემა, არც არაფერი, შესაბამისად, როგორც ინსტიტუტის თვლიდნენ, რომ რაღაცა პლინტუსის დონეა, ისე ყავდათ შეყვუჟული სავარაუდოდ იგივენაირ ადგილებში და ოთახებში და რაღაცაებში. არაფერს რო არ წყვეტდა კი, ესე იყო და იცი რა არის, ანუ რეფორმა, ანუ ნაციონალურ მოძრაობამ დაიწყო ნულიდან და არა ცუდიდან. ხო, არარსებულიდან. არარსებულიდან დაიწყო, იმიტომ რომ გააკეთა რა, გააკეთა აი ამ 7 წელიწადში გააკეთა სასამართლო შენობები, ხელფასები, რომელიც არ ქონა მოსამართლეებს და იმიტომაც იღებდნენ ამ ქრთამებს და ხო იძახდნენ აბა როგორ უნდა ვიცხოვრო სხვანაირად, ესე იყო მაშინ მოწყობა. გაყინული ხელფასები, რა ვიცი, ვის ახსოვს? მე ჩემ გაყინული ხელფასი რო ავიღე, მე რო ნაციონალურ მოძრაობამ, რა ვიცი, ახალი მანქანა ვიყიდე. იმდენი იყო. ხო და რა ვიცი, ტექნიკა არ არსებობდა მაშინ, არც რა ვიცი, არც კომპიუტერები, არაფერი არ არსებობდა საერთოდ. რა კორუფციის აღმოფხვრა, კრიმინალური გავლენის აბსოლუტურად გაქრობა, მოსამართლეების გადამზადება, იმიტომ რომ ცენტრი შეიქმნა და საერთოდ გადამზადდა მოსამართლე. ანუ ეს ყველაფერი გაკეთდა და ნუ ეს არ უნდა დაუკარგოთ, იმიტომ რომ ამ არაფრისგან შეიქმნა რაღაცა სასამართლო, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ესეთ მოკლე ვადაში. მეტი რა ვიცი, მეტი რაც შეეხება იმას, რომ შემდეგ ხელისუფლებას მერე კიდე უფრო ისეთი მოსამართლეები უნდა მოიყვანა, რომელიც სრულიად თავისუფლები იქნებოდნენ პოლიტიკიდან. მაია ნადირაძეს აქვს ფორმულას ეთერში, მას ვანო სანაიამ დაუსვა ეს კითხვა და იქ აქვს კიდე ასეთი პასუხი გაცემული, რომ ჩვენ, როდესაც დავაპირეთო იგივეს გაკეთება მოსამართლეების, აი როგორც პოლიციის სისტემაში იყო, რომ ერთიანად ძალიან ბევრი 30,000-მდე ადამიანი ძველი და ის კორუფციას მიჩვეული და იმ სისტემაში ჩამყალი ერთიანად რო გავათავისუფლეთო და ერთიანად ახალი კადრები რო ავიყვანეთო. ამერიკის დემოკრატიულმა სისტემამ და ადამიანების უფლებაზე მზრუნველ რაღაცა ინსტიტუტებმა და ორგანიზაციებმა ეს ჩათვალა რაღაცა ძალიან სასტიკ მიდგომად, რომ თითქოს ამდენი ადამიანის ერთიანად გაუბედურება არ შეიძლება. ამიტომ სასამართლოში ამის გაკეთების უფლებას არ მოგცემთო, ანუ ჩვენ ძალიან გავბრაზდებითო, აღშფოთდებითო და ჩვენ მოგვეცითო იმ საშუალება, რომ კი არ გაუშვათო ხალხიო და ახლები ავიყვანოთო, ეს არსებული ხალხი გადავასწავლოთო, ასე ვთქვათ, გადავატრენინგოთო და ვასწავლოთო წესიერება. აი ეს წესიერება რაღაცა დროით ცოტა ხნით ვითომ ისწავლესავით, მაგრამ როგორც კი ისევ არაწესიერი სახელმწიფო მოვიდა და არაწესიერი სისტემა დაბრუნდა, ეგრევე ისევ დაუბრუნდნენ იმ ძველ მენტალობას, რაც ამერიკელების ვებინარებამდე თუ სემინარებამდე ჰქონდათ. ძალიან ცოტა დრო იყო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი არ გადაგვარებულიყო. მე არ იყო რა, ან თაობების ცვლილება იყო ალბათ საჭირო ამისთვის. კი, იმიტომ რომ ზოგადად სასამართლო სისტემაში ძალიან ბევრია მენტალობაზე და საზოგადოების ზოგად განვითარების დონეზე დამოკიდებული.
სამართალიც უფრო და უფრო მასში იმ საზოგადოებაში იწევს მაღლა და მაღლა, რომელიც უფრო და უფრო განვითარებულია და საბჭოთა რაღაცა სისტემას რო გუშინ გამოვეკეცით, არ იყო თვითონ საზოგადოება არ იყო ისეთი იმდენად ჩამოყალიბებული, რომ მოსწრებულიყო ეს ყველაფერი. ეს არის პირველი ასეთი და მეორე კოცებს ძალიან აწუხებს, რომ რატომ არ ჩატარდა ლუსტრაციის კანონი ვითომ. ეს ლუსტრაცია რო ყოფილიყო მართლა 99% დღეს არ იქნებოდა იმ თანამდებობაზე და იმ სავარძლებში, რომლებშიც არიან, მაგრამ ამასაც რამ შეუშალა ხელი? ხო, ეს ლუსტრაციის კანონი ახლა განსაკუთრებით ყველა ძალიან ითხოვს, რომ ეს ხელისუფლება რომ დაემხობა, აუცილებლად უნდა მიიღოთ ლუსტრაციის კანონი და აბსოლუტურად ვემხრობი ახლა. მაგრამ მოდი გადავახვიოთ ისე იმ დროზე და ანუ კი ლუსტრაციის კანონი მიღებული აქვს ძირითადად აღმოსავლურ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებს. უკრაინას აქვს მიღებული, მაგრამ არაფერი არ უშუალო ილუსტრაციის კანონი. ასე ვიტყვი ზუსტად 2014-ში მიიღო უკრაინა, როგორც მახსოვს, იანუკოვიჩის ხელისუფლების რეჟიმის დამხობის შემდეგ. იცი რა არის, ხო, ჩეხეთი, კიდე რა სლოვაკეთი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი თავისთავად, აღმოსავლეთ გერმანიასაც ქონდა ეს სტაზის არქივებზე სრული წვდომა, როცა მისცა და ყოფილი აგენტების შეზღუდვა დაიწყეს სახელმწიფო სამსახურში რაღაც მერკელი რანაირად გამოეპარათ მაშინ ეს როდის ქნეს ეს რომელ წლებში? მაშინ რა, როდესაც ეს კედელი დაინკრა, მე მგონი მაშინ თუ არ ვცდები ზუსტად. ძალიან კარგად გაუკეთებია თუ მერკელი აქამდე მივიდოდამდეს მივიდა. ხო, მაგრამ აღმოსავლეთმა ქვეყნებმა 91-შივე უკვე საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ უკვე მიიღეს ეს კანონები, მაგრამ იქაც სხვადასხვანაირად იყო. უყურე ზოგიერთ ქვეყანაში მაგალითად იყო აკრძალვა თანამდებობაზე. ეს სახელმწიფო საჯარო მოხელედ ვერ იმუშავა. ზოგან იყო მხოლოდ აი მაგალითად სიმართლის გამჟღავნება, რომ ყველას გაეგო, რომ ესე იყო და თქვათ მერე საზოგადოება აკონტროლებდა, რომ არქივებზე წვდომა ქონდათ და მაგალითად საზოგადოება აკონტროლებდა მერე ამ ადამიანებს რა, აი მაგალითად ვინმე რამე განცხადება გაეკეთებინა ან პოლიტიკური ამბიცია ქონოდა, უკვე საზოგადოება მიცოდა, რომ ამ ადამიანს ქონდა რაღაცა ესეთი. არ უნდა უსმინოს თქვა საერთოდ რაც არ უნდა ილაპარაკოს. არ გვაინტერესებს. საქართველოშიც იყო მცდელობა, ეხლა თლათ ლუსტრაციის კანონს ვერ დავარქმევ, მაგრამ მაინც 2011 წელს რაც მივიღეთ ის კანონი თავისუფლების ქარტია, რასაც ქვია. ეს იცი რა, ეს უფრო საბჭოთა ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის აკრძალვის შესახებ უფრო იყო. ეხლა რაღაცა არქივებთან წვდომაზე და წარსულში ვიღაცა იქ რაღაცა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც ითვალისწინებდა ასე თუ ისე რას ეს ქარტია რა, რომ მაგალითად თუ ვინმე კაკებესთან ან გერეუსთან თანამშრომლობდა წარსულში, მას უნდა თვითონ უნდა ეღიარებინა ეს. ანუ ის კი არა რომ რაღაცა წვდომა ქონდა ვინმეს არქივებთან და შეეძლო იქედან გამოეტანა დასკვნა. არა, აი მაგალითად მე თუ თანამშრომლობდი და მე თუ მივალ და ვაღიარებ ამას, აი მაშინ მუშაობს ეს კანონი და ანუ სრული აბსურდია რა, ხო წარმოგიდგენია ვინ მოინანიებდა ამას და ვინ გააკეთებდა რა, მერე ამის საფუძველზე თქვა ეზღუდებოდა ასეთ პირებს ამ კანონის მიხედვით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობა, მთავრობაში მუშაობა, სასამართლოში, პროკურატურაში, ისა რა ქვია, უსაფრთხოების სტრუქტურებში და აი რაღაცა მსგავსი იყო რა, მაგრამ სრული სიგიჟე არის რა და არც იმუშავა ამან, იმიტომ რომ ეხა თვით აღიარებას ემსახურებოდა რა. თვით აღიარება იმიტომ დაგვჭირდა, რომ რაღაცა ჩვენ არა გვაქვს იმ არქივებთან წვდომა, საიდანაც ჩვენ შევძლებთ, რომ ეს გამოვიძიოთ და რაღაცა დასკვნები დავდოთ ისეთი უეჭველი დასკვნები? ხო, იმიტომ რომ არ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ რუსებმა დაგვიტოვეს არქივში ისეთი რაღაცეები, რაც აი საერთოდ არ დაიჯერებ. ანუ ისეთი რაღაცები დაგვიტოვეს, რაც მათ აწყობდათ, ესე ვთქვათ რა. მაგალითად, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მონანიება, აი ეს დაგვიტოვეს და აი მსგავსი რაღაცები დაგვიტოვეს. ანუ რეალურად სინამდვილე და სიმართლე არ დაუტოვებიათ მათ.
თან იცი რა არის ეს ძალიან ესეთი ფაქიზი თემა არის ზოგადად, იმიტომ რომ ეხა მოდი მე რადგან მაინც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უფრო იმაშვები ხოლმე და მაშინ მეც დაგიცვამ კიდე რაღაცა, იმიტომ რომ მომავალში მეც წარმომდგენია რომ ეს კანონი უჭირდება და ბარემ განვითილოთ ახლა რამდენად შესაძლებელია და რეებია შესაძლებელი რომ მივიღოთ. მაგასთან დაკავშირებით ვიტყვის ზუსტად, ეხა მაგალითად ჩემი იდეოლოგია ზოგადად რა არის ქვეყნის უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები. ნუ ეს ორი რაღაცა არის ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის, აი იდეოლოგიისთვის რა და ამიტომ ეს რო არ აღნიშნო არ შემიძლია რა. ეხა მაგალითად აი იმ ქვეყნებში რომელიც ის ჩამოთვალე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, სადაც ეს კანონები მიიღეს მაშინ თავიდანვე საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო ჩაერია მათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანის უფლება დაირღვა და აი სხვადასხვა ქვეყანაში რო გითხარი რომ სხვადასხვანაირად იყო ეს კანონები მიღებული, აი მაგალითად აი ბიოგრაფიის გამო, ადამიანის ბიოგრაფიის გამო ადამიანის დასჯა, მაგალითად უნგრეთმა არ მიიღო მიზანშეწონილად და ანუ მაგალითად ახლა ყველამ რო ვიცით ხაინდრავას რეები აქვს ნაკეთები და ხაინდრავამ სასამართლო არ უნდა გაიაროს იმ რაღაცებზე რაც გააკეთა და არ უნდა საქმე, აი მაგალითად სასამართლოსთან დაკავშირებით რაც მკითხე, ხო? თუ არ ვწდები სამართლიანი სასამართლოს უფლების გამო რუმინეთში ჩაერია თუ არ ვწდები, შეიძლება ვწდები კიდეც, მაგრამ ესე მახსოვს ყოველ შემთხვევაში, რომ რუმინეთში საკონსტიტუციო სასამართლომ ზუსტად ეს თქვა, რომ ამ ადამიანების ბედს წყვეტს რაღაცა ადმინისტრაციული ორგანო და მე ამ ადამიანებს არ აქვს სასამართლოში გასაჩივრების უფლება. უბრალოდ ეს ორგანო იტყვის, რომ ეს ადამიანი არის აგენტი თუ რაღაცა იქ რაღაცა და რატომ არ განიხილავს ამ საქმეებს? ესე არის იქ რაღაცა კომისია იქმნება და ეს კომისია უბრძალავს მაგალითად მე სადღაცა საჯარო სამსახურში მუშაობის უფლებას რა არავინ არ ჩაუსვავს. ეს არის უბრალოდ შემდგომში ან ზოგჯერ იყო რაღაც შემთხვევაში ზუსტად არ მახსოვს სად იყო, მაგრამ იყო მოქალაქეობის ჩათმევაზეც ლაპარაკი. მე მგონი უფრო ბალტიისპირეთის ქვეყნებში რომელიღაცაში იყო ეს ძალიან მკაცრად იყო რომელიღაცაში ერთ-ერთი ზუსტად არ მახსოვს ახლა მსმენელი და მაყურებელი რო არ შევიყვანო შეცდომაში. ხო და აქედან გამომდინარე აი მაგალითად პოლონეთმა რა გააკეთა იცი? პოლონეთში ამ საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა რომ იცი რა მაშინდელი ქმედება როდესაც მან ეს ჩაიდინა ის მაშინდელ კანონს არ არღვევდა. ანუ უკუძალა სამბავში რა, ანუ წარსულში ამ დროს არ ითვლებოდა დანაშაულად რა. იმიტომ რომ მაშინ ესეთი კანონი იყო და იმ ადამიანმა ის კანონი არ დაარღვია. აი, ხო გესმის, ეხა ეს აბსოლუტურად სხვა არის, როცა სახელმწიფოებრივად ყურებ შენ ამას, ამ ლუსტრაციის კანონს, მაგრამ აქ ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემები შექმნა. ჩვენ ისეთები გვყავს ამ რუსეთის გადამკიდე, ვინც ვიღაცები მოკლა და ხალხი დახოცა, იმიტომ რომ რაღაცა რუსეთუმეების გაერთიანებაში იყო თუ რაღაცა მტრის დავალებებს თუ რაღაცა მოწონდა ისედაც და რუსეთის სასარგებლო საქმეებს თავისი კაი ხასიათისთვის აკეთებდა. და აი ესენიც ყველაფერი იგივე მხედრიონმა რაც გააკეთა სამეგრელოში, იგივე ის ხალხი ვინც მოკლას ვიადი, ასეთი რაღაცეები ხო, ანუ არ უნდა გამოიძიოს და არ უნდა ამოვქეკოთ ეს ყველაფერი? არა, მე ეხა ამ წუთას ვიძახი, ანუ ჩვენ რატომ მაშინ ხო. თავიდანვე არ მივიღეთ ეს ეხა უკვე სულ სხვა რაღაცაა და უკვე სულ სხვა საფრთხის წინაშე ვდგევარ და სულ სხვა რეალობა გვაქვს ეხა უკვე. მაგრამ რატო არ მოხდა, ხო? ესე ხო დამიშვით რატო მიზეზები ხო ანუ კიდე იყო ერთ-ერთი მაგალითად რომ კონსტიტუციით ადამიანს აქვს პროფესიის და შრომის უფლება ხო კონსტიტუციით არის ეს დაცული აი ხა მაგალითად ჩემ შემთხვევაში რო ირღვევა რომ მე სტატუსი არ მაქვს და ადვოკატად ვერ მუშაობ ეხა ჩემი კონსტიტუციური უფლება ირღვევა ხო აი დაახლოებით ესეთი რაღაცა იყო ან სლოვაკეთში ან ჩეხეთში ზუსტად არ მახსოვს რომელიღაცა სახელმწიფოებში რომ მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა რომ ლუსტრაციამ არ უნდა აუკრძალოს ადამიანს მთელი ცხოვრება და ნუ ამას ვადა უნდა ქონდეს ამას. ანუ ეს ყველაფერი გასათვალე, ანუ რისი თქმა უნდა ხა რატო ჩამოვთვალე ესენი. აი ეს ევროპული გამოცდილება ამ
ლუსტრაციის კანონის, რაც არსებობს, ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი და ანუ ისე არ უნდა მოხდეს, რომ ჩვენ რაღაცა შურისძიება წარსულზე კი არ უნდა იყოს ლუსტრაცია, არამედ ლუსტრაცია უნდა იყოს სახელმწიფოს თვითდაცვის მექანიზმი მომავლისთვის რა. აი ესე უნდა შევხედოთ და ეს ამ კუთხით უნდა მოხდეს ამის მიღება. იქ არც ადამიანის უფლებებიც არ უნდა დაირღვეს, ანუ სამართლიანი სასამართლოს წინაშე გასაჩივრების უფლებაც უნდა კონდეს და ანუ კოლექტიური არ უნდა იყოს, უნდა იყოს ინდივიდუალური. კი. პირველ რიგში. კი. ხო. ინდივიდუალური, იმიტომ რომ რაღაცა იმ იგივე მხედრიონში მაგალითად ვიღაცას თუ ყავს მოკლული თავისი მოქალაქე, ის სხვანაირად უნდა დაისაჯოს და მეორე თუ უბრალოდ იყო იმ მხედრიონში, მაგრამ არავინ კონკრეტულად არ მოუკლავს, იმას მიმართ კიდე რაღაცა სხვა მექანიზმია. შეიძლება საერთოდ არ დაისაჯოს და არც ლუსტრირდეს და არც არაფერი. ანუ კონკრეტული დანაშაულებები უნდა გამოიწვიოს. ჩვენ შემთხვევაში შეიძლება იმ ქვეყნებს, რომელიც ჩამოთვალე რაღაცა ისეთი სიმძიმეები არა აქვს წარსულში, რაც ჩვენთან მოხდა მაგალითად და ამიტომ არ დაჭირდათ რაღაცა ძალიან ასე ვთქვათ სიმკაცრე. შესაძლებელია ესეთი რაღაცა, არ ვიცი ახლა, არა ვარ ძალიან ჩახედული, მათთან რა ხდებოდა საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის დროს ან მანამდე უფრო ადრე. ნახე, მე რომ აქვს დეოკუპაციის პოლიტიკა ჩამოყალიბებული 5 პუნქტიანი, იქ ერთ-ერთი პუნქტია, რომ ლუსტრაციის და კოლაბორაციის კანონი უნდა მივიღოთ და ამით უნდა გასამართლდეს ერთნაირად სოხუმიც და თბილისიც და საერთოდ მთელი საქართველოს მთელი რეგიონები. და ის ადამიანები, ვინც იომა თბილისში, ვინც იომა მერე აფხაზეთში, ვინც იომა ვითომ საქართველოს მხარეს, მაგრამ ახლა კიტოვანი რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე არ დარდობდა, ყველამ ვიცით და მერე იქით არძიმბას რაღაცა ნაწილი რო იყო, ანუ ეს ხალხი, ვინც იომა ზოგადად ყველა გადასახედი გამოგვდის. იმიტომ რომ ხო არ შევარჩენთ ახლა ჩვენ რო დაბრუნდებით აფხაზეთში, იქ ადამიანები ჯერ ერთი ძალიან ცოტაა უკვე ესეთი დარჩენილი, ვინც იომა და ცოცხალი რო იყოს დღეს ძალიან ცოტანი არიან, 1-2 გადარჩა. მაგრამ იმ 1-2-ღაც აუცილებლად უნდა გასამართლეს და ციხეში უნდა იჯდნენ, იმიტომ რომ ვიღაცები მოკლეს და იმიტომ რომ რუსეთის სასარგებლოდ გააკეთეს ეს და ზოგადად მათ მთლიანობაში ქმედებას კოლაბორაცია უნდა დაერქვას. აი ამ კანონზე რას ფიქრობ? აი ეს შინაარსის კანონზე. კი, ეხა უკვე ჩვენ რაც ხდება და რეალობა რაც არის ჩვენ ქვეყანაში იქიდან გამომდინარე ძალიან მკაცრი უნდა იყოს ეს კანონი, რა თქმა უნდა და უბრალოდ როგორც 2011 წლის ქარტია ისეთი რაღაცა უბრალოდ დეკლარაციად კი არ უნდა დარჩეს და რაღაცა, მე ჩემი აზრით ის 2011 წლის ქარტია, ეგ კანონი უფრო მიზანი იყო რაღაცა სიმბოლური დისტანცირების საბჭოთა კავშირიდან რა და ასე არ უნდა იყოს, ანუ ეხლანდელი უკვე კანონი უნდა იყოს კონკრეტულად სამართლიანობის რეალური ინსტრუმენტი. კი. ესე ნამდვილად. და ამავე პუნქტში მაქვს შეყვანილი ის, რომ რუსეთის მოქალაქეები და უმეტესწილად ისინი, ვინც საქართველოში 2022 წლის მერე ჩამოვიდნენ, ანუ უკრაინის ომმა რო შეაწუხა და მათი კომფორტი დაარღვია და ჩამოცვიდნენ საქართველოში, აქ ბიზნესები აშენეს და უძრავი ქონებები შეეძინეს და ასეთი რაღაცაები, როდესაც ჩვენ უკვე ნაჩივლები გვაქვს რუსეთისთვის ბევრჯერ და რაღაც თანხები მოგებული გვაქვს სასამართლოში, იმას რუსეთი 100 წელი არ აგვინაზღაურებს. და ანუ ამ ადამიანების ჯერ ერთი უნდა ჩამოერთვათ, ჩემი აზრით, აუცილებლად მოქალაქეობები და თუ ვინმე მართლა და ნამდვილად იმსახურებს, მერე თავიდან გაიაროს ეს პროცესი, იმიტომ რომ ქოცების მიცემული პასპორტები არანაირად არ არის, ასე ვთქვათ, სანდო, ხო? მერე ანუ უნდა ბევრს უნდა ჩამოერთვას, ბევრს კი არა შეიძლება საერთოდ ყველას. ის ქონებები, რეპარაციები უკრაინამ გააკეთა ასე, ანუ უკრაინაში ძალიან ბევრ რუსეთის მოქალაქეს ჰქონდა ქონებები, ჩამოერთვა და ეს ყველაფერი წავიდა სახელმწიფო ბიუჯეტში, მათი თანხები და იმ რეპარაციების ნაწილი რაღაცნაირად ამითაც გადაიფარა. ამას ეს რამდენად მოგწონს? აბსოლუტურად გეთანხმები. ანუ ამ რუსული ხელისუფლების პერიოდში ყველანაირი მოქალაქეობა ვინც მიიღო, აუცილებლად უნდა გადაიხედოს, აუცილებლად ყველა და შესაბამისად რა თქმა უნდა ის ქონებებიც და ყველაფერი რაც კი იმ დროს, ანუ ამ პერიოდში ხდებოდა. და ეს პირდაპირ მიდის მერე ან ოკუპაციისგან დაზარალებული ადამიანების რაღაცა ყოფის გასაუმჯობესებლად, ან ბიუჯეტი კიდე რაღაცა სხვა დანიშნულებას მოუფიქრებს მაგ თანხებს.
ჩემი პირადი აზრით, როგორც ერთი მოქალაქის, ნამდვილად ასეთია, კი. ეხლა მე პოლიტიკოსი არა ვარ და არც ვაპირებ მომავალში არასოდეს ვიყო და არა, მაგრამ ანუ ამ კანონის შექმნაში იურისტები აუცილებლად იქნებიან ჩართულები და ხო, არა, ნუ მის თქმა მინდა რომ აქ ვინმე სარეგონოს რომ რამე პოლიტიკურ განცხადებას ვაკეთებ, ეს არის ჩემი პოლიტიკურ განცხადებას ვერ ვაკეთებ. ერთ-ერთი რეპრესირებული ადამიანის, რუსებისგან რეპრესირებული ადამიანის აზრი უბრალოდ, რომ ეს ესე უნდა იყოს. მაგრამ რა თქმა უნდა, სპეციალისტების ჯგუფმა უნდა იმსჯელოს ამაზე, პატრიოტის სპეციალისტების, საქართველოს ნამდვილი პატრიოტების უნდა შედგებოდეს ეს და პირველ რიგში სახელმწიფოებრიობიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ამისი ყველაფრის რა ვიცი. იცი რა არის ჩვენი საზოგადოება იმ 2012 წლის მერე ძალიან გაიზარდა, ანუ თვითონ საზოგადოებაც ბევრ რამეს მიხვდა. ეხლა 2012 წელს რომ ვინმესთვის გეთქვა შენ აი ხა 2011 წელს კანონზე მაქვს მაგალითად ლაპარაკი, იქ შეიძლება ვიღაცისთვის ჯერ კიდევ მიუღებელი იყო, იმიტომ რომ რეალურ სურათს ვერ ხედავდა და 2012 წელსაც როცა ესენი მოვიდნენ ძალიან ბევრ ადამიანს არ ჯეროდა და ნუ აი ძალიან ბევრ ადამიანთან მქონია კამათი და იმიტომ ვამბობ ამას რომ რუსები არ არიან ესენი, ეს არის უბრალოდ ერთი მდიდარი ადამიანი, რომელიც არის რაღაც ფილანტროპი, ძალიან კარგი ადამიანია, ეხმარება ადამიანებს იქ, მსახიობებს ეხმარება, გადაარჩინა 90-იანებს რაღაცა ხელოვნების ვინც ხელოვნებას ემსახურება ეს ხალხი ყველა გამოყვება. ამით დამსახურებითაა ხალი ხო? და ადამიანი ყიდულობდა ამ ხალხს, ხო? ჩვეულებრივად ყიდულობდა. ხო, მოდი პირდაპირ რა, ეს ჯერ კიდე. opinion maker-ებს ყიდულობდა და ხო, რა თქმა უნდა, ყიდულობდა, იმიტომ რომ გაჭირებულ ვიღაცას კი არ ეხმარებოდა, კაცი ეხმარებოდა. ხო, ხო არ ყიდულობდა, opinion maker-ებს ყიდულობდა. ხო. ხო და ნუ ესეც კაკებაში ტექნიკური მეთოდი იყო, ხო, წილად ყოველთვის ესეთი ადამიანებისგან შედგებოდა, ხო, opinion maker-ებისგან, ვისაც ითვალისწინებდა საზოგადოება და ესე იყო და მაშინდელი საზოგადოებისგან განსხვავებით ეხლა სხვანაირად ფიქრობს საზოგადოება და მე მგონია რომ უმრავლესობასაც ზუსტად ესეთივე აზრი ექნება, იმიტომ რომ ყველა ხედავს რომ ჩვენი ქვეყანა 20% კი რა 100% არის ოკუპირებული და ის სიტყვები რომ პუტინმა მაშინ თქვა რომ არჩევნები როდესაც გაქვთო, რო იკითხა ზუსტად იმას ნიშნავდა რომ საერთოდ არ ჭირდებოდა იმას ტანკი და ტყვია. ჩვეულებრივად მოვიდა და დაჯდა. ოღონდ რა თქმა უნდა ისევ ქართველის ხელით, როგორც ადრე იყო, როგორც სერგო ორჯონიკიძე იყო, ეთნიკურად ქართველი, კაი ულვაშიანი კაცი იყო, მაგრამ რუსი იყო ხო ჩვეულებრივი. ისევ ქართველების ხელით გააკეთა ეს და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დღეს საზოგადოება ამისთვის მზად არის და ესეც უნდა იყოს და ესეც კარგი, ძალიან კაი. მე ახლა იქიდან გამომდინარე, რომ მე საერთოდ ვამბობ, რომ შეცდომები არ იყო იმ 9 წლის დროს. იყო რაღაც სამუშაო პროცესები და სამუშაო პროცესში შენ სამზარეულოში რაღაცას რო აკეთებ, შეიძლება რაღაცა ხელიდან გაგივარდეს, კარტოფილს რო თლი. და რაღაცა ან ბუტერბროდს კარაქს რო უსმევ პურს დაგივარდეს. აი რაღაცა ასეთი რაღაცები იყო, იქ არ ყოფილა შეცდომები და არ ყოფილი მით უმეტეს განზრახ რაღაცა ბოროტი განზრახვით რაღაცა ჩადენილი რაღაცაები. ამიტომ ჩემთვის კითხვების დასმა ძალიან რთულია. რომ აი ის რატო და ეს ის კი არა ბაჩოს იმ ვიდეოში რომელიც შენ დადე რომ ეკითხება შვილი რო ეკითხება აი ასეო დამაკნინებელი მეთქი გავწეწოვა ხალხს რაც კი დამაკნინებელი საიდან მოიტანა ეს სიტყვა ასე ვიყავით ობაში მუსირებს ის აზრი კრიტიკული კითხვების დასმის დღე გქონდა და ხო ესე თორე ნამდვილად არ ფიქრობს თვითონ ასე უბრალოდ მის თანატოლებში რატო არის ეს ხო ანუ იმათი როლი ითამაშა ვინც ქუჩაში ნახა ხო იმიტომ იყო რომ ამ თაობამ რეალურად არაფერი არ იცის გაიზარდნენ ესენი ხო ძალიან პატარები იყვნენ მაშინ ერთი არც ის უნახავთ რაც 2003 წლამდე იყო და პირველ რიგში ის უნდა იცოდნენ რა იყო 2003 წლამდე და რა მოხდა ამ მოკლევადაში და მე არც იმ 9 წლის არაფერი არ იციან, იმიტომ რომ ამაზე არავინ არ საუბრობს სამწუხაროდ. და
ბევრს აქვს ბევრს უბრალოდ ეს ჩამოყალიბებული აზრი აქვს ამ პროპაგანდისგან, იმიტომ რომ ნუ სულ 24/7-ზე ატრიალებენ იმას, რომ 9 წელი, 9 წელი, 9 თვითონ უკვე 13 წელი არიან, მე-14 წელი არიან და კიდევ იმ 9 წელზე საუბრობენ. საშინელებებს აკეთებენ და მე რაღაცა ვინმე თუ განსხვავებულ ასეთყვის დამაკნინებელი, რატო? იმიტომ რომ აი შენ ნაცი ხარ და მე აკომპლექსებს ამით იმ ახალგაზრდას და აი ამაზე შტერი პირველ რიგში ის არის, ვინც ამით კომპლექსდება სამწუხაროდ. ხო, ეხლა მაგალითად იქ ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა, ბავშვებმა, რომელმაც შექმნეს რაღაც პოლიტიკური პარტია და ამბიციები აქვთ, რომ პოლიტიკაში უნდათ ყოფნა, ძალიან მივესალმები, რომ ახალგაზრდებს უნდათ პოლიტიკაში კიდე ყოფნა და არ მე არ შეზღუდათ. მივესალმები არავის, ვინც პოლიტიკას, ანუ კარიერას იმაზე აწყობს, რომ ერთნაირად აკრიტიკოს ნაციკოცი. ეს პოლიტიკა არ არის, ეს არის ჯერგოლეიშვილობა. ხო, მე უბრალოდ ის მიხარია, რომ მაინც კიდევ ეს პოლიტიკა, მაინც უკვე იმდენად აი ბოდიში ამ სიტყვაზე გაბანძებულია და პოლიტიკოსები, რომ ახალგაზრდებს ესე მგონია, რომ საერთოდ არც უნდათ ამ სიტყვის გაგონება და პოლიტიკოსობა, რა ვიცი, და თუ ვინმეს უნდა, ეგ ძალიან კარგია, იმიტომ რომ ну, რა თქმა უნდა, კეთილის რახვებით თუ უნდა და არა ისე, რომ ტურისტივით შემოისერინოს და მე გაისე. აი ის ადამიანები ვალდებულები არიან, რომ აი თავის უახლეს ისტორიაში 30 წლის, როგორც მინიმუმ, გაერკვიონ კარგად. და როდესაც მაგალითად აი ეს ახალგაზრდები კონკრეტულად ვიზეც მაქვს საუბარი, პატარები არიან, ჩემი შვილის ტოლები არიან და როდესაც ამბობენ, რომ რაც უდი რამე თქვა ეს ახალაიამ, რომ ამაზე უკეთესი ხელისუფლება არ ყოლიაო ქვეყანასო. მაშინ ისიც უნდა ვინ იყო უკეთესი ხელისუფლება? ხო. თქვენ ვინ იყო, რომელი იყო უკეთესი ხელისუფლება, აი ნაციონალური მოძრაობაზე მეტად უკეთესი ხელისუფლება ამ ქვეყანას ბოლო 100 წლების განმავლობაში ვინ? აი კითხვა მაგ ესეთი ამ ქვეყანას კიდე მე, ანუ გარშემო ქვეყნებსაც. მე საქართველოში ჩამოვედი 2006 წელს უკრაინიდან. აფხაზეთი რო ოკუპირეს 93 წელს, ჩვენ იქიდან გამოვედით უკვე ოკუპაციის მერე, იქ რამოდენიმე დღე კიდე იქ ვიყავით ოკუპაციაში მოქცეულები და წავედით უკრაინაში და სულ იქ ვიცხოვრეთ და მერე აქ რო უკვე ვარდების რევოლუცია მოხდა და რაღაცა 1-2 წელიწადში უკვე საქართველო დაემსგავსა სახელმწიფოს, მერე ჩამოვედი საცხოვრებლად. და უკვე მაშინ ჯერ 2006-ში მესმოდა, რომ იმიტომ რომ უკრაინაში ვიყავი ნაცხოვრები, როგორი გიგანტური ნახტომი გააკეთა საქართველომ, უკრაინაზე 100 ჯერ უარესი იყო. ჯერ კიდე 3 წლის წინ 2003-მდე და უკრაინაზე 100 ჯერ უკეთესი გახდა. აი სასწაულად მოკლე დროში ეს ერთი და მე ახლა ხო შემიძლია რომ წარმოვიდგინო სხვა ქვეყნების იგივე ყაზახეთი და რაღაცები ისინი საერთოდ უკრაინაზე უარესები არიან და საერთოდ არსად ამ ტერიტორიაზე არ მომხდარა არაფერი მსგავსი. ანუ აი ამ კონტინენტზე არ მომხდარა არაფერი მსგავსი. რამე თუ საქართველოს გამორჩეულები ვიყავით, რა თქმა უნდა, თავისთავად. მაგაზე მე მგონი არც დაობს არავინ, არ ვიცი. ხო და ამიტომ ვიძახი ამ ყველაფრიდან გამომდინარე ის უკანასკნელი 30 წლის ისტორია მაინც კარგად შეისწავლონ, აღარ ვიძახი 100 წლეულებს კარგი და თქვენ უკეთესი ვინ იყო? რომელი ხელისუფლება იყო უკეთესი? ძალიან ძლიერი არგუმენტია. ახლა რატომღაც უმეტესობა საქართველოში ისეთი შეგრძნება აქვს, რომ ჩვენ თვითონ ვითქომ 2008 წელი წავაგეთ ომი თითქოს და აი უკრაინა როგორი ძლიერი მაგარია, მაგრად ომობს და არაგებს ომს. და ამ დროს ჩვენ ისეთი პატივისმცემა გქონდა მთელი მსოფლიოს ქვეყნებისგან და დასავლური ქვეყნებისგან, რომ ისეთი სისწრაფით დაგვეხმარნენ, რომ 5 დღეში შევძელით ყველაფერს შეჩერება. და პრეზიდენტი ხო გამოვიდა და დადგა ჩვენთან ერთად, კი? ხო, ანუ ის რო ცადა გვიფარეს და ამან გადაგვარჩინა ჩვენ რო ცადაფარეს, თორე მიწაზე რუსები არასდროს არ იყვნენ ვაჟკაცები, საერთოდ არასდროს თავის ისტორიის განმავლობაში და როგორც კი ცადაფარეს, ანუ ჩვენ ფიზიკურად ვერ გვექნებოდა ცაში უპირატესობა, ცადაფარეს და მორჩა. უბრალოდ მივხვდნენ რომ გასაქცევი არიან და აი ჯერ ანუ როგორი განვითარების ქვეყანა ვიყავით, რომ ეს სასწრაფოდ მოხდა რეაგირება ჩვენს გასაჭირზე და ეს სასწრაფოდ დაგვიდგა მთელი მსოფლიო, ну რაც მთავარი ამერიკა და თავის გემი გამოაგზავნა. და ის რომ
როცა ამბობენ რომ წააგო ომიო, ანუ რა ფანტაზიებში არიან, რომ უცებ ის ანუ შეტევაზე უნდა გადავსულიყავით და გათავისუფლება უნდა დაგვეწყო ოკუპირებული ტერიტორიების, ანუ რისი მოსკოვამდე უნდა ჩავსულიყავით, ანუ რისი მოთხოვნა აქვს იმ ხალხს, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ 2008 ვითომ წავაგეთ. პირიქით, სასწაული მოხდა, იმიტომ რომ პირველად საერთოდ ისტორიის განმავლობაში რუსეთს დაარქვეს აგრესორი, ოკუპანტი და ანუ მსოფლიომ აღიარა, რომ ჩვენ რაღაც შიდა კონფლიქტები კი არა გვაქვს, ის ზღაპრები რუსული, რასაც მანამდე ყველა სჯეროდა, ყველა იმ ზღაპრებზე იდგა. რომ ჩვენ ვიღაცა აფხაზებთან და ვიღაცა ოსებთან თბილიც პრობლემები აქვს და ამაშია მთელი. ანუ აღიარა მსოფლიომ რომ ოკუპირებული ხარ, ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ კიდე ერთხელ დაგიდასტურა, რომ ეს ტერიტორიები შენია, არანაირი შიდა კონფლიქტი შენ არ აქვს, რუსეთია შენი მტერი, რუსეთმა ოკუპირა შენი ტერიტორია. რითაც ავტომატურად იმ წამსვე, იმ წელს, როდესაც ეს მოხდა, რომ ოკუპირებული მოქცა საკუთარი თავის დეოკუპირების საშუალება. ახლა ჩვენ ვერ მოვაწარით, იმიტომ რომ მე ქოცები მოვიდნენ, თორე დარწმუნებული ვარ, რომ ქოცები რო არ მოსულიყვნენ, ჩვენ ამ მომენტისთვის უკვე დიდი ხნის დეოკუპირებულები ვიქნებოდით. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და აზერბაიჯანსაც დავასწრებდით მის ყარაბაღის ამბებში და უკრაინა საერთოდ არ დაიწყებოდა. მე ვიდეო მაქვს გადაღებული, სადაც აბსოლუტურად არგუმენტირებულად, აი ამ ჯაჭუს ხსნის, აიდან სადამდე რომ იმან რომ საქართველოში მოვიდნენ ქოცები, დადო პირობა იმისთვის, რომ რუსეთი შევარდნილიყო უკრაინაში და მომხდარიყო მთელი ეს საშინელება და ხოცვეჟლეტა რაც ახლა და ამ უკრაინა იმიტომ იყო ამას გადარჩენილი, რომ მთელი კონცენტრირება მოდიოდა საქართველოს. და იმაზე რომ ჩვენ აქ მაგრები ვართ. ნამდვილად ესე იყო და სად ვიყავით და სად ვართ, თუნდაც აი საერთოდ ისე ტარდება რაღაცა საერთაშორისო კონფერენციებიდან დაწყებული, რა ვიცი, რა შეხვედრები, რომ ჩვენი ხსენებაც არ არის არსად და გამქრალი ვართ, მე მგონი საერთოდ რუკიდან. კი, როდესაც აი საქართველოს ყველა რაღაცა ჭოდან საქართველო ისმოდა. კი, იმიტომ რომ უყურებდნენ პატარა ქვეყანას, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის მიერ იყო ოკუპირებული, უცებ მოვიდნენ ვიღაცა ახალგაზრდა რეფორმატორები და რაღაცა ძალიან პატარა პერიოდში, იმიტომ რომ რეფორმებისთვის ძალიან ცოტა არის. 6-7-8 წელი ეს არის სიგიჟე, რომ ესეთი რეფორმები ჩაატარო, რომ სახელმწიფო დააქციო ქვეყანა. იმიტომ რომ 24 საათი მუშაობდნენ, ხო? მას ჩიოდნენ, რომ ღამითაც სამსახურში უწევდათ ყოფნა ეს სახელმწიფო სტრუქტურებში, ვინც მუშაობდა, იძახდნენ, რომ აი არ დასვენება არ აქვს, შაბათ-კვირა არ აქვს, რაღაც, იმიტომ რომ ქარტემში კეთდებოდა ყველაფერი და გაკეთდა ეს, რეალურად გაკეთდა სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოყალიბდა, არაფერი არ არსებობდა, ეხა პასპორტი რო აგეღო ელემენტარული 9 ადგილას უნდა მისულიყავი და რაღაცა კიდე ფული უნდა მიგეცა და კიდე ან ვიღაცას დაერეკა და რაღაცა და ერთი ფანჯარაში კეთდებოდა ყველაფერი თუნდაც რა და მე ეს ჩვენი მეგობარი ქვეყნები რომლებიცაც თუნდაც ჩვენერები გამხდარიყვნენ უკრაინიდან დაწყებული თხოვდნენ რომ ჩვენთანაც ჩაატარეთ ესეთი რეფორმაო ან გამოგვიგზავნეთ ეს რეფორმა და ან გაგვიზიარეთ როგორ აკეთებთ ხო გახსოვს ესეც იყო და ესეც იყო რომ 2012 ის მე ძალიან ბევრი ნაციონალური მოძრაობის ძალიან ბევრი ახალგაზრდა რეფორმატორი ადამიანი წავიდა და იმ ქვეყნებში ჩაატარა მე რეფორმა. ხო, ესეც იყო და ძალიან აი მათ გასაგონად ახლა კიდე თუ მოგვისმენენ ქოცებო თქვენაცებო ახალგაზრდებს და აი ვინც ახსენე ახლა ესეთებისთვის ძალიან უყვართ და გულშემატკივრობენ მთელი სული და გულით უკრაინას ეს მესმის და ეს ძალიან კარგია და მაგრამ რატომღაც მათ წარმოდგენებში ზელენსკის მთავრობა ჯობია ვითომ მიშოს მთავრობას და ამაშიც ძალიან ცდებიან ან ძალიან სასწაულად ცდებიან იმიტომ რომ იმ მთავრობას არაფერი საერთოდ არაფერი არ გაუკეთებია იმის მეათედიც კი რაც ჩვენთან მოხდა და დღემდე საბჭოთა კავშირის სისტემაზე არიან უბრალოდ აიცოტაოდნავ რაღაცა თითქოს მივარცხნილია ისიც არ არის მივარცხ და პირველად ხდება ახლა ომის მეოთხე წელია უკვე და მიშას ოფისი რო ქონდა ბოლო წლებში უკვე ზელენსკიმ რო დაუბრუნა პასპორტი უკრაინის პასპორტი და ოფისი რო გახსნეს იქ იმების რეფორმების ოფისი
იქ მასთან ერთად მუშაობდა ასეთი მარია ბარაბაში, რომელიც მიშა აქ რო დაიჭერს, მე კიდე ჩამოსული იყო საქართველოში. ეს გოგოა ერთადერთი საერთოდ, რომელიც პოლიტიკოსიც კი არ არის თვითონ რაღაცა არასამთავრობო ორგანიზაცია აქვს, რომელიც საერთოდ მთელს უკრაინაში ერთადერთია, ვინც ლაპარაკობს იმაზე, რომ კორუფცია არ უნდა იყოს ქვეყანაში. ანუ არასოდეს მანამდე რამდენი არჩევნები არსებობდა უკრაინაში ზელენსკიმდე არც ერთ პოლიტიკოს ცხოვრებაში 30 წლის განმავლობაში წინა საარჩევნო პროგრამაში არ ქონია კორუფციასთან ბრძოლა. აი არასოდეს. და არც მოთხოვნა იყო ხალხში იმის, რომ ანუ არავინ არ ითხოვდა რომ კორუფციებზე რატო არ ლაპარაკობთო. ყველას აწყობდა ეს პატარიდან დაწყებული დიდამდე და არც არავინ არ წოხდებოდა და აი მან როგორ გააფუჭა საქმე, ახლა კაი, საშინელებას არ ვიტყვი რაც ახლა ამის გამო უკრაინაში ხდება, მაგრამ არა ძალიან ილუზიონურია იმაზე ფიქრი და ის რო გგონია რომ თითქოს ზელენსკის მთავრობა რამეთი მაინც აი ოდნავ მაინც ჯობია კი არა რომ ახლოს არის საერთოდ მისეს მთავრობასთან და ბაჩოსნაირი მინისტრები უკრაინას საერთოდ ცხოვრებაში არასდროს არ ყოფილა. უკრაინის ყველა მინისტრი, ვინც კი უშიშროებას ყავდა, ყველა იყო იმით დაკავებული, რომ გამოეხრა, შეეჭამა, გაეყიდა რუსეთისთვის, მეტი არაფერი არ უკეთებიათ 30 წლის განმავლობაში და საერთოდ როგორ გადარჩნენ და სამ დღეში რო არ აიღეს უკრაინა, ესე ძალიან გასაკვირი აღმოჩნდა საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ იმდენად, ანუ როგორც რუსეთში იყო ყველაფერი შეჭმული, იგივე ხდება. ამიტომ არანაირად და არავითარ შემთხვევაში ზელენსკის მთავრობა შედარებაც კი არ შეიძლება მიშას მთავრობასთან. ეს იმად გასაგონად და ახლა ნახე, შენთან როგორც იურისთან და უფლებადამცველთან მაქვს ასეთი კითხვა, ორი კითხვა. პირველი, 7 ნოემბერზე რო კითხა ბაჩომ უბრალოდ იმაზე ილაპარაკა, რომ აი შედარებაც კი არ არის, იმასთან ახლა როგორ არბევენ და მაშინ რა მოხდა. მაგრამ ყველაზე მთავარი არგუმენტი მე როდესაც 7 ნოემბერზე მელაპარაკებიან ისეთი პოზიცია მაქვს, რომ ეგრევე თავში ვარტყამ, რომ რაზე მელაპარაკები საერთოდ რუსების მიტინგი არ უნდა დარბეულიყო? აი ეს, როდესაც შენ როგორც მთავრობამ, ახლა მთავრობას რა თქმა უნდა ესმოდა, რომ ის ხალხი, ვინც იყო გამოსული, ორგანიზატორების უკან, აი შეიძლება ყველას არ ესმოდა ახლა შტერები და დებილები იყვნენ, უკაცრავად ყველა ვინც იდექით დებილები ხართ, იქ ვინმე თუ იდექით, ყველა ხართ დებილი. ზოგი დღემდე ამაყობს იმითი, რომ თქვენ ნაცების დროს სად იყავით, რატო არასდროს არაფერს არ აპროტესტებდით, აი მე 7 ნოემბერსაც იქ ვიდექი და დღესაც ავდგავარ, ხო და დებილი ხარ, ვინც იქ იდექი 7 ნოემბერს. აი ასეთ სიტუაციებში არ უნდა არსებობდეს რაღაცა სწრაფი რეაგირების მექანიზმი, რომელიც უცებ გამოიძიებს, ვინ არის ორგანიზატორი, რატო არის ორგანიზატორი, ამოყრის ამას უცებ ყველაფერს, გახდის ამას საჯაროს და მე იქ ხალხი რო არ დადგეს ამათთან. ხო და არა, იმიტომ რომ საერთოდ ზოგადად აგენტობის დამტკიცება არის ყველაზე და ჯაშუშობის არის ყველაზე რთული იურიდიულად, ანუ სამართლებრივად ყველაზე რთული რაც კი შეიძლება რამე იყოს, არის ეს ჯაშუშობის და აგენტობის დამტკიცება. ანუ ურთულესი ამბავი არის რა. რატო? აი ამიხსენი რატო? იმიტომ რომ ანუ ძალიან დიდი ხანი უნდა უთვალთვალებდი ამ ადამიანს და ძალიან დიდი ხანი უნდა მაგიდაზე უნდა გედოს მისი გადარიცხვები, მისი ფულადი ნაკადები, მისი ის ძალიან ბევრი რამე, ხო, ძალიან ბევრი რამე და ურთულესი არის და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან რუსეთის აგენტებს იჭერდნენ, ეხლა ხო საერთოდ არ იჭერენ ესენი. ხო. და 2013-ში იანვარშივე, როგორც კი მოვიდნენ მოკეთ ხელისუფლებაში, პირველი რაც გააკეთეს ამნისტია და გამოუშვეს ეს რუსი ჯაშუშები. და სხვათა შორის ერთ-ერთი მერე მოსკოვიდან ჩართეს ბაჩოს სასამართლოზე ბაჩოს წინააღმდეგ, ჩაპლიგინი სერგეი. და თული იყო უფრო მეტის დაჭერაც შეიძლებოდა და გამოვლენა. განსაკუთრებით გავლენის აგენტის, რომელიც მთავრობაში ყავს და ეგ ახლა არავინ არ მითხრას, რომ საქართველოში რომელიმე მთავრობა არსებობდა ისეთი, სადაც რუსეთის გავლენის აგენტი არ იყო. უბრალოდ სხვებმა არ იცოდნენ და ვერც ვერასდროს ვერ მიხვდებიან ვინ იყო. მაგრამ ბევრი წლის მერე რო გადახედავ რაღაცებს, შეიძლება რაღაცა ეჭვები გაგიჩნდეს ვიღაცაზე და ნუ მაგასაც ვერ დაამტკიცებ ვერანაირად. ვერ დაამტკიცებ იურიდიულად. ნახე.
ძალიან დასრული ახლა და მე რაღაცას ვიტყვი. ანუ ხულიაო შესახებ. ნახე ვიღაცას ედო მე არ წამიკითხავს ეს პოსტი, წაიკითხა ერთ-ერთ ჩემ სტუმრად რომ მოდის ხოლმე ჩემ არხზე ისეთ ადამიანმა რეგულარულ მოსაუბრემ ბაჯი ქუთელიამ რომ ვიღაცამ დაწერა პოსტი თესეუს რაღაცა პროფესორია თუ ვიღაცა და ადამიანების ლუსტრაცია კი არაო, იდეების ლუსტრაცია უნდა მოხდესო. და მერე ბევრად უფრო ნაკლები იქნება ადამიანები, რომელიც იქნება სალუსტრაციო, იმიტომ რომ შენ თუ აი ამ იდეას, აი ამერიკაში მაგალითად ასეთი კანონია, რომ ადამიანს აქვს იმის უფლება, რომ რაც უნდა იმის ჯეროდეს, ყველაფრის ჯეროდეს და რისაც ჯერა იმის განხორციელებისთვის, იმის პროპაგანდისთვის, იმის გავრცელებისთვის იმუშაოს, იბრძოლოს, აკეთოს ყველაფერი რაც უნდა რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ეს საზოგადოებისთვის. ასეთი კანონია. და შეიძლება, ანუ მაგალითად რო დავარქვათ, ანუ ხო არსებობს რუსული იდეები არსებობს. აი მაგალითად, როდესაც უცებ გაიჩიტება რაღაცა ვითომ დაჩაგრული ეთნიკური უმცირესობა, ან ვითომ დაჩაგრული რელიგიური უმცირესობა, ვითომ ესეთი და ხალხი, ვითომ ისეთი ხალხი და მე ამათ დაცვა უნდათ, მე ესენი იკრიბებიან და ასეთებს ყოველთვის აფინანსებს რუსეთი. და რომ ეს იურიდიულად და ადამიანების უფლებების მხრივ რამდენად გამართულია ესეთი რაღაცა ჩვენ პირობებში. რა ჩვენ ხო მაგალითად გვაქვს ისეთი კანონი რომელიც ქურდული სამყაროს იდეოლოგიას გძალავს. ხო. და ამის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მაგალითად ვინმე თუ იტყვის რომ არ ქურდული მენტალიტეტის მიმდებარე ამისთვის გასამართლდება და სისხლისამართლებრივად აგებს პასუხს. ამ შემთხვევაში შეიძლება რა თქმა უნდა კანონით რუსული იდეოლოგია დაისაჯოს. და ამის მე მომხრება. რუსული იდეოლოგიაში მთავარია კიდე, ანუ პირდაპირ მარტო ის კი არ იყოს რუსული იდეოლოგია, რომ მე მიყვარს რუსეთი თქვას მაინც ადამიანმა. ანუ ისეთი რაღაცები, რაც გამოცდილი გვაქვს თან უკვე, ანუ რუსეთთან ურთიერთობის პირობებში, უკვე მინიმუმ 50 თემა გვაქვს გამოვლილი, რაც რითაც რუსეთმა ჰიბრიდული ომი აწარმოა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ხო, ეს არის გლობალური რაღაცა, ეს რუსული, ეს თემა რუსული, ეს ამის უკან არ უნდა რაღაცა. როგორ არის, ეხა მაგალითად ვინმე თყვარს, ამის გამო ვერ დასჭი ადამიანს ეხა ვერანაირად. მაგრამ თუ ის აწარმოებს რუსულ იდეოლოგიას და რუსულ პროპაგანდას, აი მაგალითად ტელევიზია თუნდაც, ხო, აი დემოკრატიულ ქვეყანაში ვერ აგრძალო ვერანაირ ტელევიზიას, ხო, მაგრამ კანონით შეგიძლია შენ შეზღუდო რუსული იდეოლოგიის გავრცელება ამ ტელევიზიიდან. აი ხა მაგალითად იქ ნიკოლოზ ბჟავანაძე თუ იცი ესეთი ხო პროპაგანდისტი, რომელიც სულ მოსკოვიდან გვერდება ხოლმე ამ ბოლო დროს და კრემლთან იწონებს ხოლმე თავს. აი ხა მაგალითად მისი ყველა რაღაცა ჭორაობები რომ ზის ხოლმე ეთერში და ჭორაობს პირდაპირ მნიშვნელობით არ არის უბრალოდ ჭორაობა თუ კარგად დაუკვირდები და სტრიქონებს შორის კითხვა იცი მიხვდები რომ რუსულ იდეოლოგიას გიდებს თავში აი მაგალითად ესეთი გადაცემები უნდა აიგრძალოს მაგრამ ეხა ამის გამო ადამიანის ციხეში ხო ვერ გამოკეტავ ეხა ეს რაღაცა ანუ როგორ ხო აგენტია ყველანაირად და აგენტი არ უნდა იყოს ციხეში უნდა არეგულირებდეს იმას, რომ ის ვერ უნდა, როგორც ეხა მაგალითად ვერ უნდა აგენტობდეს, ფიზიკურად უნდა იყოს შეზღუდული. ხო, ეხა შეიძლება არ იყოს ქურდი ადამიანი, მაგრამ ქურდული იდეოლოგიის განვითარების საშუალება არ აქვს ეხა ადამიანს, იმიტომ რომ ამაზე არის სისხლისამართლებელი პასუხისმგებლობა. ესე უნდა იყოს ესეც. მით უმეტეს მინიმუმ მანამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული რუსეთი, იმიტომ რომ ჩვენ ამის სრული უფლება გვაქვს. იმიტომ რომ ოკუპირებულია და თან ყველანაირ ანუ საერთოდ სახელმწიფო ჩვენი სახელმწიფო გაქრობის პირას არის და ჩვეულებრივ რუსეთის ეზოთ ვართ გადაქცეული აი ძალიან ცოტა გვიკლია აი ხა მაგალითად ცოტა ხანში რუსული დროშა რო აფრიალდეს პარლამენტის ან კანცელარიის თავზე რა ვიცი შეიძლება უბრალოდ ისევ მარშით ჩავიაროთ უკვე ისე ვართ მიჩვეულები და უკვე ისე ვიცით რომ ეს ესეთი რეალობა გვიდგას და ძალიან ცოტა დარჩა რომ ძალიან ცოტა ხანი დარჩა რომ ჩვენი სახელმწიფო საერთოდ გარდაიცვალოს და მოკვდეს და ამიტომ საჭირო არის ეხლა ამ პერიოდში ყოველ შემთხვევაში აი ამ პერიოდში ეხლა ეს როდესაც დაემხობა ეს რუსული რეჟიმი
აუცილებელია ასეთი კანონები, იმიტომ რომ აი საცეცები, რომლებიც არის ჯერ კიდე დარჩენილი და რაღაცა, ეს ყველაფერი უნდა განეიტრალდეს და ეს უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, სამართლებრივად. ხო, ოღონდ რა თქმა უნდა, სამართლიანი სასამართლოს და ინდივიდუალური დონეზე და არა იქ რაღაცა კოლექტიური, იმიტომ რომ მოდი რა, ეხა იქ ვიღაცა თუ ქოცების პარტიაში იყო, აპრიორი ეს უკვე რუსებს ემსახურებოდა. არ არის ესე, ინდივიდუალურად უნდა იყოს განხილული კაი, იმისთვის, რუსებს ემსახურებოდა შეიძლება არის აპრიორი, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურებში მეტი რომ აღარ უნდა იმუშაოს, ჩემთვის აპრიორი. ხო, დაიყურე ეხა მაგალითად ძამკაცრი ვარ მე მგონი. ხო, შენ იმას ეხა იმიტომ რომ რუსული რეჟიმის რაღაცა იმაში დაწესებულებაში მუშაობს. ვერა, მაგრამ აი მაგალითად ის პროკურორი ეხა ჩემი პროკურორი რო ავიღოთ, ხო? ის მაგალითად გასამართლდება, იმიტომ რომ კონკრეტული დანაშაული აქვს იმას ჩადენილი. ანუ იმიტომ კი არა რუსული რეჟიმის პროკურატურაში მუშაობს, იმიტომ რომ მას გაყალბებული აქვს საქმეები და მას აქვს შეთითხნილი საქმეები და ჯერ მარტო ამის გამოდის რომ ყველაზე ცალკეულად გამოძიება უნდა ჩატარდეს, ანუ შენ თავიდან რო ვთქვით რომ ესე კოლექტიურად არ შეიძლება რაღაცის გადაწყვეტა, მაშინ გამოდის რომ ძალიან ბევრი ადამიანის ფიზიკურად სათითაოდ უნდა გამოცხადდეს მათზე გამოძიების პროცესები. კი, ესე უნდა იყოს. ეს უნდა იყოს ძალიან ხო, სასწაულად გადატვირთული იქნება სასამართლო უნდა გახუთმაგდეს მაშინ, ვეღარ დაეტევა. საჯარო პროცესები უნდა იყოს, აი რომ მაფიოზებს მაქსი ტრაილი რო ჩაუტარეს დაახლოებით ეგეთი რა. ეგეთი უნდა იყოს და უნდა იყოს ძალიან საჯარო და ძალიან ღია. აი ისეთი რომ ადამიანებს კითხვა არ გაუჩნდეთ და ზედმეტი და არ ეგონოთ რომ ვიღაცა პოლიტიკური ნიშნის წარსულში ან რაღაცა თუნდაც ეხლა იმის გამო ისჯება, არა. სრულიად დანაშაულების გამო უნდა იყვნენ ადამიანები გასამართლებული და არა იმიტომ რომ ვიღაცას ვიღაცა მოწონს. ეს არ შეიძლება უბრალოდ. ჩვენ თუ გვინდა რომ დემოკრატიული სახელმწიფო ვიყოთ და არა რაღაცა რა ვიცი მე, უბედურება, ესე უნდა მოხდეს. კარგი. ეს რაც შეეხება აი ვისაც დანაშაულები აქვს ჩადენილი და რაღაცა. ვისაც ჯერ ფიზიკურად დანაშაული არ აქვს ჩადენილი, მაგრამ აკეთებს ისეთ რაღაცას პროპაგანდირებს და ისეთ რაღაცას აგენტობს, რაც აი უეჭველი ჩვენ რო ვიცით, რომ კრემლიდან შემოგდებული თემაა და იმ თემას აღვივებს, არცელებს და რაღაცაები. აი მაგალითად სამეგრელოში ჩამოყალიბებულია ჯგუფი ან რამოდენიმე ჯგუფები, რომლებიც აკეთებენ ზუსტად იმავეს, რასაც აფხაზეთში მე-20 საუკუნის დასაწყისში აკეთებდნენ იქაური ჯგუფები და ხო, ანუ ამას ახლა ჯერ რა თქმა უნდა თვითონ ამას სეპარატიზმს ანუ რაღაცა ვითომ სამართლიანი მოთხოვნები აქვს და სამეგრელოს საზღვრებს ხაზავენ და სამეგრელოს ენის სტატუსი და ერი უნდა ვიყოს ხალხი კი არ უნდა იყვნენ მეგრელები ერი უნდა იყოს და აი ეს ხო აბსოლუტურად რუსული თან ადამიანი ყველაზე მთავარი ვინც ამას აკეთებს აფხაზეთიდან გაქცეულია ომის მერე რუსეთში იქ არის ნაცხოვრები და ცოტა ხნის წინ არის იქიდან ჩამოსული და უცებ ძალიან გული შეეტკივა რომ თურმე მეგრული ენა იჩაგრება მთელი ცხოვრება რუსეთში ცხოვრობდა და ახლა ანუ აი ასეთ ადამიანების საწინააღმდეგო აქ თემა უნდა იყოს ეს ლუსტრირებული თუ ასეთი ადამიანები უნდა სასამართლო დევნა უნდა დაიწყოს მათზე არა სასამართლო დევნა არ უნდა დაიწყოს მაგრამ ლუსტრირებულები უნდა იყვნენ ესეთი ადამიანები კი ანუ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ ეს ადამიანები აღვევენ რუსულ იდეოლოგიას, მაგრამ სამართლებრივად ასეთ ადამიანებს გამოძიება არ უნდა დავიწყოთ იმაზე, რომ ამას ვინმე აფინანსებს თუ ვინმე ნუ უეჭველი აფინანსებს, ან დუგინის ხაზზე ზიან სრულიად და დუგინი თავის საიტებზე რასაც წერს, იმას ქართულად თარგმნია და იმაზე ლაპარაკობენ თუ მეგრულად. ანუ ხო არ უნდა გამოვიძიოთ მათი ფინანსური რაღაცები? მოიძიებდა თუ მიხვალ იმ მომენტამდე რომ ადამიანი და დაუმტკიცებ რომ ის ჯაშუშია და აგენტია, მაშინ კი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ესეთი მუხლები არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში და ამას არ ჭირდება ახალის დაწერა რამის. ეს თავისთავად. მაგრამ თუ გამოიძიებდა, ოღონდ სამართლიანად, არა ისე რომ რაღაცა ობიექტურად და არა სუბიექტურად, ანუ რა. ანუ მე ეხა მაგალითად მე რომ ძულს ეგენი, რა ვიცი, ისე შეიძლება ძულდეს მთელი ჩემი მოდგმა და ყველა მთელი დღემდე ყველა გაგვანადგურეს, მაგრამ და რა ვიცი, არ შეწყვეტილა არასოდეს საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ მე მაგალითად ვერ წარმომიდგენია, რომ მათ არც ჭირდებათ ეგ რა, ანუ
სუბიექტური არ უნდა იყო რა, ანუ იმის თქმა მინდა ამ შემთხვევაში, ესეთი ადამიანის შემთხვევაში, რომელიც მე მაგალითად მეზიზღება, ძალიან მეზიზღება ყველანაირად, მთელი ჩემი არსით და გონებით, მაინც ვთვლი, რომ სუბიექტურად არ უნდა მიუდგე ამ ადამიანს და უნდა იყოს ობიექტურად ეს ყველაფერი გამოძიებული. ნუ ეს სასამართლოს თანამშრომლებმა უნდა შეძლონ. მე სასამართლოს თანამშრომელი არ ვარ, ამიტომ მინდა და ვაძლევ თავს ობიექტურობას. არ შეიძლება ადამიანს იმიტომ რომ რაღაცა არ მოგწონს და იმიტომ რომ შენ ფიქრობ და შეიძლება არ მომწონს, ვთვლი რომ მტერია ჩემი, აი პირდაპირ მტერია. შენ თუნდახი თვლი, ჩათვლა მარტო არაფერს არ ნიშნავს და უნდა დაუმტკიცო ადამიანს რომ მუშაობს უცხო ქვეყნის ჯაშუში არის და ქვეყნის საწინააღმდეგო საქმეს ამისთვის მუხლები არსებობს და მაგიტო ვიძახი ძალიან რთული გამოსაძიებელია ეს ერთ დღეში და ორ დღეში ამ ადამიანს მაგას ვერ დაუმტკიცო. ხო, ანუ ქართველი ხალხების ერებად ჩამოყალიბების პროცესი რო გინდა, ეს უკვე მტრობაა სახელმწიფოსი. სახელმწიფო ერთი ერისგან შედგება. სახელმწიფო არ არის მრავალ ეთნიკური შეიძლება იყოს და არის კიდევაც, მაგრამ მრავალ ეროვნული სახელმწიფოები ასეთ სახელმწიფოები მერე სახელმწიფოებად იშლებიან და ოკეი. მოკლედ ძალიან გაბრაზებული არ უნდა ვიყო ამ თემაზე. კაი. არა, გაბრაზებული უნდა ვიყო, ეს ჩემი საქმე არ არის ობიექტურობა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე არ ვარ სასამართლო სისტემის თანამშრომელი. მე როგორც მოქალაქე, ისევ მსჯელობ, რომ ასეთი მოქალაქეები მტრები არიან. ჩემი პატრიოტული მოქალაქის მტერია, აი ასეთი მოქალაქე. მეც ესე ვარ, მეზიზღებიან ესეთი ადამიანები, მაგრამ მაინც მათი უფლებები უნდა იყოს დაცული და სამართლებრივი სახელმწიფოს თუ ვაშენებთ და თუ ადამიანის უფლებები პრიორიტეტია ჩვენთან, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების პირველ რიგში და ესა, ყველა ვარიანტში თუ დემოკრატია გვინდა და თუ ევროპული ოჯახის წევრობა გვინდა, ესე არის, რაც არ უნდა მეზიზღებოდეს, სანამ სამართლებრივად არ ვიღაცას არ დაუმტკიცებ, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, მისი გასამართლება, რა თქმა უნდა, აბსურდი არის. ივანიშვილის გასამართლება რუსეთის აგენტობაზე შესაძლებელი იყო ფიზიკურად? არა. მაშინ? მტკიცებულებები, ფიზიკური მტკიცებულებები არ გქონდა? მე არ მიმუშავია მაგ თემაზე, მაგრამ არ ვიცი თუ მუშაობდა ვინმე და ქონდა და არ გაასამართლა, არ ვიცი, არ მგონია, იმიტომ რომ მგონი რომ არ იყო ესე. არ ქონდათ ალბათ საკმარისწინებული, მაგრამ ის რომ ლებედს საფინანსებდა, ეს ხომ არამდეც ვიცოდით, ხო? ანუ ადამიანი რომელიც იმას აფინანსებს, შენ 8-9 აპრილი მოგიწყო, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რაღაცა პოლიტიკური დევნა დაიწყო მის მიმართ? მაგას ვიძახი, ეს მაშინ ჩვენი საზოგადოება ასეთი რაღაცებისთვის მზად არ იყო. შენ რო ეხა მოქალაქეობაზე არ გახსოვს რა ამბავი იყო მოქალაქეობას რო არ აძლევდნენ? ხო და მაშინ რო ეთქვა რომ მოქალაქეობას იმიტომ არ გვაძლევთ რომ ამან ის დააფინანსა ვინც ჩვენ 9 აპრილი მოგვიწყო. ისჩეროდა მაშინ ელისო კარგი რა, მაშინ ხო არ გახსოვს შენ ეთყობა ის პერიოდი. არა მახსოვს, მაგრამ მე მგონია რომ მოვგუდავდი. მაშინ მე მგონია სიმართლე გეთქვა, ამისი არავის არ ჯეროდა. და ეგონათ რომ პოლიტიკური ოპონირების გამო და პოლიტპატიმარს დაუძახებდნენ უბრალოდ. არა, მე ნახე, კი არა, ბაჩომ სწორად თქვა რომ ხალხმა ეს იმ ინტერვიუში თენგოსთან რომელიც გადაიღო რომ ხალხმა იცოდნენ, მაგრამ ხალხს ჰქონდაო იმის უფლება დემოკრატიაში ასეა, რომ რუსეთის აგენტი აერჩიათო. ჩვენ თუ დემოკრატები ვართო, მაშინ ხალხს აქვსო იმის უფლება, რომ უმეტესობას საქართველოში ასე გამოდის. თუ უნდა რომ რუსეთის აგენტი აირჩიოს და ჩვენ თუ დემოკრატია გვაქვს, მაშინ აქვს ამის უფლება რომ აირჩიოს. მაგრამ, როდესაც სისტემამ იცის, რომ ის რუსეთის აგენტია, ასე სისტემამ ჩემი აზრით არ უნდა მიუშვას იქამდე, რომ ხალხმა აირჩიოს ამ შემთხვევაში. სისტემას მანამდე უნდა ჩაკლას სადღაც, სანამ იქამდე მივა, რომ არჩევნებზე დააყენებს თავის თავს კენჭისაყრელად. უნდა იყოს გარაცა, უნდა გონივრული ეჭვი კონდეს, უბრალოდ ეჭვის ნიადაგზე ადამიანს ვერ დადებ ბრალს. ყველა ვარიანტში სამართლებრივად უნდა იყოს გამოძიებული ეს და იქიდან გამომდინარე, მე უკვე, როდესაც ოფიციალური სისხლის სამართლის დამნაშავეა და აგენტი და ჯაშუშია,
მერე უკვე ნამდვილად არ აქვს საერთოდ არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც კი, იმიტომ რომ ციხეში არის მისი ადგილი აი მაგდროს. შენ რო თქვი რომ ანუ კანონი რო ისე იყო რომ ადამიანს უნდა ეღიარებინაო აი ზუსტად ივანიშვილი გამოდის ეს ვინც აღიარა იმიტომ რომ ბევრჯერ აქვს ეს ნათქვამი და თვითონ ტრაბახობს ამით ხო ყველა ვიდეოებიც არსებობს სადაც ამით ტრაბახობს ხდება აქ ხოლმე რომ რაც უფრო ალბათ იმიტომ არაჩვენენ ხოლმე ხშირად რაც უფრო მეც ლაპარაკობს მით უფრო მე აღდგოთ აძლევს ჩვენებას და ალბათ ბოლო ინტერვიუშიც რომელიც იმედზე ანუ ისეთები ლაპარაკა რომ თვითონ კონცეფტ ჩავარდნენ შოქში რომ თქვა რომ ისო მე აწიე სულ კომპლექსი მექნებაო რომ ჩემი ფულის გამო რაღაცა საქართველოს ისინი უნდა დავუშავო და სულ იმაზე მეფიქრებაო ჩემი ფული ანუ ლაპარაკობს ყველაფერს რაც არის ხო ისეთი დებილია ეს რომ ვიღაცას რო ჭკვიანი გონია საერთოდ ეს ადამიანი აი მიკვირს როცა ვინმე ან ყობახიძე რო გონია ვინმე ჭკვიანი იმდენად დებილები არიან რომ მართლა თვითონ ანუ ძალიან ისა ანუ ადვილად წასაკითხები არიან და აი იმას რომ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება რომ აირჩიოს რუსის აგენტი ამას მე არ ვეთანხმები. ანუ მე არ ვაძლევ საქართველოს მოქალაქეს ამის უფლებას და გამოდის რომ მე დემოკრატი არა ვარ, დიქტატორი ვარ. არა. თუ ის სამართლებრივად არის ანუ სასამართლომ დაამტკიცა არის აგენტი და ჯოშუში, მაშინ ის ვერც მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ შენ თუ უბრალოდ ეჭვი გაქვს და გონივრული, რაც არ უნდა გონივრული იყოს ის ეჭვი და ესეც იყოს, მაგრამ ადამიანი სამართლებრივი საფუძველი და სტატუსი არ ქონდეს. ამას თვითონ ამბობს რომ ელებს ვაფინანსებდიო, თორე ვერ დაამტკიცებ ამას. ახლა რუსეთიდან უნდა გამოითხოვო, მაშინ ინფორმაციები და ისინი რას მოგცემენ. ხო, ამიტომ ესე არის. ბაჩომ რაც თქვა, ზუსტად ეს იყო, რომ კი ვიცოდით, რომ აგენტი იყო და რუსეთის კაცი იყო, მაგრამ ნუ ამას დამტკიცება ჭირდებოდა და რა თქმა უნდა ესე იყო სამწუხაროდ, მაგრამ ეხლა მე მგონი ყველაფერი ხელის გულზეა და თვით ლუსტრილებულები არიან ესენი კანონის გარეშეც. კი, ოღონდ ახლა ჩვენ ძალა არ ყოფნის, რომ ესენი ფიზიკურად მოვიშოროთ და ფიზიკური მოშორების გარეშე ამათი მოშორება შეუძლებელია. ხო, იცი რომ დიქტატურას ეგ ახასიათებს. დიქტატურის დროს ყოველთვის არის კომფორტული ოპოზიცია დიქტატორისთვის, რომელსაც უჭირავს ის ნიშა, რომელიც ნამდვილ ოპოზიციას უნდა ეჭიროს. და სხვათა შორის რომელსაც უჭირავს ის ადგილი, რომელიც დიქტატორმა უბოძა. ანუ თვითონ ოპოზიცია ვერ წყვეტს საერთოდ რა ადგილი უნდა დაიკავოს დიქტატურაში, რასაც დიქტატორი მისცემს, იმას კენკენ. აი ახლა მაგალითად მე 4 ოქტომბრის მოვლენებს ძალიან ვაკვირდებოდი და ძალიან გულშემატკივრობდი და ნუ ჩემი სოციალური ქსელებიდან ციგრძნობოდა ეს მთელი სული გულით იქ ვიყავი და ნუ რა ვიცი მე ყველას გულშემატკივრობდი ვინც ამ ამბავში იყო ჩართული ჩვეულებრივი აქტივისტიდან დაწყებული და Facebook მომხმარებლიდან დაწყებული ბატონი პაატა ბურჭულაძით დამთავრებული ყველას ძალიან გულშემატკივრობდი მაგრამ პარალელურად პოლიტიკური ოპოზიცია, პოლიტიკური პარტიები განუდგნენ საერთოდ ამ პროცესს. ანტირევოლუციურ კამპანიას, ხო, ეხლა ხო ვიცით, ხო? ანტირევოლუციურ კამპანიას და ეს ბიძინა ივანიშვილსაც დიქტატორს ესეთი ოპოზიცია ყოველთვის აწყობს და ამიტომ სანამ ესეთი თავისი კომფორტული ოპოზიცია ყავს ეყოლება ესე მუდამ და ხო, ანუ არაკომფორტული ოპოზიციის არსებობას, რა თქმა უნდა, არ დაუშვებს ფიზიკურად და ამიტომ თვითონ, ანუ ხალხის ძალაზეა უკვე მხოლოდ დარჩენილი ამბავი და ხალხის ჯანყზეა მხოლოდ დარჩენილი ბოლო შანსი. რუსეთი, იმიტომ რომ ესეც ხო რუსული ხელისუფლებაა და რუსეთშიც ესეა, ნუ ოპოზიციონერი ნამდვილი ვინც არის, ან ყველა ციხეში და მე ნუ დახოცა კიდეც ხო ოპოზიციონერები პუტინმა და იქ არანამდვილი ოპოზიციებიც ციხეში უძეს საერთოდ ყველა ციხეში რა ნავალნი არ იყო ნამდვილი ოპოზიცია, მაგრამ მოკლა, იმიტომ რომ იხმარა და მე უკვე აღარ ჭირდებოდა და წავიდა და მოკლა. ანუ ჩვენების დიდ საბოლოო ეს არის, თუ ძალიან გაგრძელდა ივანიშვილი, აი ახლა ვინც იმ თამაშს თამაშობს ივანიშვილთან ერთად, რომ ძალიან არ გააღიზიანოს და რამენაირად თავი შეუნარჩუნოს, ამათ ყველას იხმარს და მოსპობს მაინც ბოლოს. კი. ესეა ხო, იმიტომ რომ მithumetes გვაქვს ეგ მაგალითი ეგ რუსეთის და ესენიც რუსები არიან ვიცით და ამიტომ ზუსტად ვიცით როგორ და რანაირად არის რა. ძალიან კარგად ხედავთ ყველა. და ასე რომ ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი, მაგრამ ეხა ამ წუთას არ ვიცი მე ამ ოპოზიციის ხელში ნამდვილად არაფერს არ ველოდები სასიკეთოს. ამიტომ
არის მნიშვნელოვანი, ადამიანები არის მნიშვნელოვანი, ადამიანების ხალხი ხმა. და აი ის გრადუსი მე უკვე მილიონჯერ დამიდგა ის გრადუსი და მე გადავდუღდი ბევრჯერ და ისევ თავიდან დამიდგა. რაღაცა ხალხის კრიტიკულ მასაში უნდა დადგეს კრიტიკული გაბრაზების რაღაცა რაოდენობა. და რამოდენიმე გადაცემის წინ ვილაპარაკე, რომ ირანს ამისთვის 47 წელი დაჭირდა, რომ კრიტიკულად გაბრაზებულიყვნენ და ახლა როგორც იქნა გაბრაზდნენ. და იმედია ჩვენ არ დაგვჭირდება ამდენი წელი, რა ვიცი მე, ჩვენც ასე ამდენი ხანი უნდა ვითმინოთ. 13 წელია უკვე ვითმენთ და მოთმინების რეჟიმში ვართ. ზოგი არ არის მოთმინების რეჟიმში 13 წელი, ზოგი 5 წელია, ზოგი 3 წელია, ზოგი ახლა გაბრაზდა და რა ვიცი, როდის უნდა დადგეს ეს მომენტი? დღითი დღე და ყოველ დღე უფრო და უფრო მეტი ხალხი ბრაზდება. მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ დღითი დღე უფრო მეტ ხალხს ეხება უშუალოდ ეს. კი, და ჩემ გარშემო არავის არ ვაძლევ უბრალებას, რომ ეს გაბრაზება ჩემთან გამოხატონ. მეთქი მე ნუ მე გელაპარაკები შენ 13 წელია და შენ ახლა გუშინ გაბრაზდი და ვაიმე ახლა მოვარდი და ამ გაბრაზებას მე წადი მეთქი და ეს გაბრაზება იმ მიიტანე სადაც საჭიროა. წადი გაუბრაზდი, ისე გაბრაზდი ივანიშვილს და წადი რაღაცა ისეთ გააკეთე, რაც ივანიშვილს დისკომფორტ შეუქმნის. მე ნუ მიყვები შენ გაბრაზებას, არ მაინტერესებს რაზე ხარ გაბრაზებული, თავარია ღმერთმა მადლობა რომ გაბრაზდი. ხო, იცი რა არის? ხო, ხანდახან მეც მფიქრია ესე და გაბრაზებული ყოფილა რა ამ ახლა გაბრაზებული. არ გვაქვს ჩვენ მაგის ფუფუნება, რომ ეს ადამიანები ეს რაღაცა იმას თქვა პირიქით. აი ხა ამ წუთას სახელმწიფო ინტერესი უფრო არის და ეს პირადული რაღაცა უნდა გადავწოთ და ქვეყანას უნდა უშუალოდ ყველამ ერთად და ხო, ანუ მე იმას ვეუბნები და შენ ხარ მზად ახლა ქუჩაში რომ გავიდეთ ჩვენ და რაღაცა გავაკეთოთ და ამისთვის მზად მაინც ჯერ არ არიან მაინც. და რა არის ხო, ესეც დიქტატურის ნაწილი არის, ეშინიათ ადამიანებს, იმიტომ რომ ცხოვრებას უნგრევენ, ჩვეულებრივად უნგრევენ ადამიანებს ცხოვრებას და ეშინიათ, იმიტომ რომ რო არ გამოვიდეს ხვალ ის ქუჩაში რომ გამოვიდეს და ის ამბავი რო არ გამოვიდეს 4 ოქტომბერივით, მე იცის რომ თელი ცხოვრება დაინგრევა და კაცმა არ იცის კიდე შემდეგი 4 ოქტომბერი ან კიდე შემდეგი 4 ოქტომბერი როდის შეიძლება მოხდეს და აქედან გამომდინარე ხო, ჩამოუყალიბდეთ რომ ეს ბოლო ბრძოლა უნდა იყოს. ხო, მესმის ამ ადამიანების, მაგრამ ერთადერთი უბრალოდ ის მინდა რომ ყველას მივაწვდინო ხმა რომ არ უნდა გავჩვენ ჩვენ ანუ ყველაზე მეტად დიქტატურას რის ეშინია ადამიანების გაბრაზებული ადამიანების ხო ხმაური ადამიანების თუ ის იმდენს მიაღწევს რომ აი ხა მაგა ტროტუარზე დაჭერის გამოც რომ იმაშობა ის რატო უჭერს და უჭერს სულ იმიტომ რომ შეაშინოს ადამიანები და მაქსიმალურად გააჩუმოს ანუ ის ხმაურიც რაც რუსთაველზე არის და მე და შენ მაგალითად არ ვეთანხმებით იმიტომ რომ ფუჭი გონია ისიც კი აწუხებს წარმოიდგინე რა ისიც კი აწუხებს აი ვიღაცა რუსთაველზე გამოდის და რაღაც ბანერს დაიჭერს ხელში ისიც კი არ საერთოდ მოვიდეს და არ დადგეს და საერთოდ არაფერი არ ილაპარაკოს და აი ეს არ უნდა შევსრულოთ უნდა ვიყოთ ხმამაღალები არ უნდა შეგვეშ ეხა ყველას მე ვერ მოუწოდე და ნამდვილად ეხა გმირობას ვერ მოთხოვ და ვერ ვეტყვი რომ შენ ციხმაურე და მე მოდი შენს დაგიჭერენ და შენ ქმარსაც და შენ შულსაც და შენ ცოლსაც და არა ეს ამას არ ვეუბნები მაგრამ ელემენტარული შეუძლიათ მაგალითად პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მუშაობა შეუძლიათ მაგალითად თუნდაც იმ თაობას რომელსაც ახსოვს რა იყო იქამდე შეუძლიათ მოუყვნენ ახალგაზრდებს რა გადახდათ თავს აი მაგალითად დიდი სიამოვნებით მოუყვებოდი იმ ბავშვებს ეხა ჩემ შვილებს რო უყვები რომ სანთლის შუგზა მეცადინეობდი და კერასინკის სუნათ ბოდიში და ვყარდით და რას ვსუნთქავდით საერთოდ თქვენ ეხა გაზს რო მაშინ ადრე გაზს რო უშვებდნენ და გაზზე რო იყო ლაპარაკი ისეთივე საშინელება იყო ის კერასინკა თქო ვიძახდი მაშინ რა იმიტომ რომ თავის ტკივილები და უბედურებები ქონდა თქო და თქვენ ეხა რომ კომფორტულად ზიხართ და ინტერნეტიც გაქვთ რა სად იყო ჩვენ დროს ეგეთი რაღაცა ხო სულ სხვა პერიოდი ძალიან რთულად შეუძლია გაჭირვების წარმოქმნა ეს გაჭირვება განცდილი თუ არა აქვს ამიტომ მაგალითად ადამიანები რომ მოყვნენ და დასხდნენ და მოყვნენ მაგალითად მე დაყაჩაღებული ვარ 5 იარაღიანი შემომივარ და ბავშვს იარაღი მიადეს გამსკოჩეს აი ეს ასეთ რაღაცებს რომ მოუყვები ამათ ხო ვერ წარმოუდგენიათ ამ ბავშვებს ეს რომ ესეთი რამე შეიძლებოდა მომხდარო ფილმებში აქვთ მარტო ნანახი და ჩვენ თავს მათ მშობლებს თავს რომ ეს ხდებოდა არიციან
და აი თუნდაც ის რომ პროპაგანდას დაუპირისპირო სიმართლე, აი ეს შეუძლიათ გააკეთონ და უსაფრთხოდ იყონ ამის გამო მაგალითად რა. ამის გამო ხო არავინ არ დაიჭერს. მაგალითად ის რომ დასვან კითხვა რომ ვინ ავრცელებს კაცო ამ პროპაგანდას, ვის ჭირდება ეს? აი მაგალითად რაღაცას. აი თუნდაც ეს, აი ასწავლონ სხვებსაც რომ მოდი რა, სანამ რაღაცას დაიჯერებ იმედის მიერ გავრცელებულს, მოდი ჯერ იკითხე. რისთვის არის ეს ყველაფერი, ვინ ავრცელებს ამას, რა შეჭირდება. აი მსგავსი რაღაცეებიც ესეც სამოქალაქო აქტივობა არის ერთგვარი და უსაფრთხო. ნახე, ის ბავშვები, ვინც ქოცებო თქვენაცებოს ყვირიან და მათ ყველას ქოცი მშობელი ყავს. და ანუ იმიტომ ჩამოუყალიბდათ ასეთი გონება, არ მგონია რომ ნაცების ოჯახში გაზრდილიყო ბავშვი, ვინც იტყოდა ქოცებო თქვენაცებო. მე ესე არ ვფიქრობ. შეიძლება სულაც არ იყოს ქოცი ოჯახი, მაგრამ ახალგაზრდებში იმდენად პოპულარულია და ტრენდული არის ეგ ამბავი, რომ ნაცები ძალიან ცუდები იყვნენ და ნაციც, ანუ ნაცი ქოცია და ქოცი ნაცია, უბრალოდ აი როგორ გითხრა, აი ვაგონი რო არის, სადაც რაღაცა ტრენდული რო არის, მე ყველა იქ. ყველა თუ აკეთებს, შენს რომ უნდა გააკეთო. ხო, აი ეგ არის რა, უბრალოდ თორე გააზრება, მაგიტომ ამბობ, ანუ მათ უნდა მივცეთ საშუალება, რომ გაიაზრონ, ანუ შეადარონ. ძალიან ადვილია თვითონაც რომ მოიპოვონ ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ ციფრული ეპოქა არის და ძალიან მარტივად შეუძლიათ ნებისმიერ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას მოусმინონ და რა ვიცი, მერე კობახეთის ანუ აიღო მიჩა როგორ ელაპარაკება, ვისაც გინდა. სადმე იქ ევროპაში რო ჩადიოდა და გამოსვლები რო ქონდა, ან აქ ჟურნალისტებს როგორ ელაპარაკებოდა, ან აქ ისე რაღაცა ბრიფინგები რო ქონდა, რაზე გამოდიოდა და რაზე ლაპარაკობდა და შეადარა, უბრალოდ ვერ შეადარებ რაც იმასთან, რაც დღეს. ან მაგალითად ისიც მაქვს მე ნათქვამი, რომ ჩვენ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ან სხვებმა რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ ბაჩოზე ყველაფერი დაბრალებულია და ყველაფერი ტყუილია, მაინც ვერ გავაკეთებთ იმას, რასაც ბაჩო თვითონ აკეთებს, როცა თვითონ ლაპარაკობს. ანუ საკმარისია რაღაცა 3 წუთი მოусმინო ადამიანს და შეიძლება საერთოდ შოკში ჩავარდე, ისე ლაპარაკობს და ისეთი მართალია და ისეთი ნათელია და ისეთი ანუ სიმართლის გამო თავდაჯერებულია, რომ ეგრევე დისონანსი გემართება, რომ და მე რო უსმენ, ანუ რომელიმე ქოცი იგინებიან, ქოცების მინისტრები არიან თუ ვინცები არიან და როგორ ლაპარაკობენ ან რას ლაპარაკობენ, შედარება შეუძლებელია და რო აიღო და უბრალოდ დააყენო ორი ერთად და მე ანუ თეთრი შავისგან როგორ ვერ უნდა გაარჩიო. ხო და ზუსტად მაგას ვამბობ რა, ანუ მით უმეტეს ძალიან ადვილი მოსაპოვებელია ეგ ინფორმაცია. ეხლა ხო არა ვართ რაღაც იატაკქვეშეთის და იმ 1921 წლის და იმ დრო იმ პერიოდის და 24 წლის და ასე შემდეგ იმ პერიოდში. ეხლა მარტივი მოსაძიებელია, შენ თუ ოდენავ მაინც აზროვნებ ადამიანი, ძალიან მარტივად შეგიძლია შეადარო ქოცი და თუ გინდა რომ გადახედო იმას, რაც შენ თავში გაქვს. ესე ძალიან რთული პროცესია, ანუ ძალიან ცოტა ადამიანს უნდა რომ რაღაცები რაც თავში ჩამოუყალიბდა, იმის გადაფასება მოუნდეს. შენ რო ადამიანს მოანდომებინო მის თავში არსებული წარმოდგენების გადაფასება, არ ვიცი რა უნდა გააკეთო რაღაცა. ყურებზე უნდა გაიარო მის წინ რაღაცა ესეც სასწაულები უნდა ჩაუტარო. მაგიტო ვამბობ, რომ ეს უბრალოდ ტრენდულია და ამ ტრენდს არიან აყოლილი თავის თანატოლებში, რაღაცა ესა, თავის ბაბლში, ესე ვთქვათ, რაღაცა ერთნაირი ის კონდეთ, თორე რეალურად მათ რო მართლა გული შეტკიოდეთ, ხო, ქვეყანაზე, მაშინ ძალიან მარტივად შეუძლიათ დაადგინონ ვინ არის ქოცი ქოცია და ნაცი ნაცია, აი ძალიან მარტივად შეუძლიათ გავონ ერთმანეთისგან. უბრალოდ ეგ არის რა, უბრალოდ მოდის გამო იძახიან ამას, თორე ვერც რაც ვიცნობიერებენ რას ამბობენ ამით. მე ესე ვფიქრობ რა. რეალურად ქოცი ნაცი ქართველია, ქოცი რუსია. კი, ესეა, ნამდვილად. კარგი. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი საუბარისთვის. შენც მადლობა. მომავალ შეხვედრამდე და ჩვენ მაყურებელს შევთავაზებ, აი მე ახლა რამე თუ კითხვები არ დავუსვი ანის და თქვენ თუ მოგინდებოდათ ანისთან რამეზე ლაპარაკი და რომ მე რამე კითხვები დავუსვა მომავალში, დაგვიწერეთ კომენტარების სახით და ამაზე ილაპარაკეთ, იმაზე ილაპარაკეთ და ამის ყველაფერს გავითვალისწინებთ აუცილებლად. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით. ძალიან დიდი მადლობა. აბა, კარგად. კარგად.